пригласили в студию Валерия Павловича Филимонова, академика Петровской академии наук и искусства, специалиста в области биокибернетики и систем управления. დღეს დედამიწაზე მიმდინარეობს ერთიანი ზენაციონალური და ზეტოტალიტარული კიბერსოციუმის მშენებლობის ავანტიურისტული მცდელობა. Აი ასე შეიძლება განსაზღვროთ ეს ახალი მსოფლიო წყობილება. ბუნებრივია ჩემში ამეტყველდა სინდისის ხმა. და დავიწყე ისეთი გლობალური საზოგადოების მშენებლობის წინააღმდეგ შრომა, რომელშიც ადამიანი პირველ ყოვლისა ვერ შეძლებს თავისი რელიგიური მრწამსით ცხოვრებას. ანუ ეს არის ზეტოტალიტარული მსოფლიო დიქტატურა, სადაც ადამიანი პრაქტიკულად გარდაიქმნება ბიორობოტებად, კიბერნეტიკულ არსებად. ამასთან დაკავშირებით დავწერე წიგნები. სადაც ნაჩვენები იყო ძირეული განსხვავება ჩვეულებრივი ადამიანური სოციუმისა იმ კიბერსოციუმისაგან, რომლის აშენებასაც დღეს დედამიწაზე ცდილობს ეგრეთ წოდებული მსოფლიო ელიტა. ვინ არიან ისინი? უპირველეს ყოვლისა ესენი არიან აბსოლუტურად ანტიქრისტიანულად განწყობილი კოსმოპოლიტები. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ზბიგნევ ბზეჟინსკიმ მართლმადიდებლობა გამოაცხადა ნომერ პირველ მტრად. ყველანი ეს მოღვაწენი ისეთები როგორებიცაა ტეტჩერი, ოლბრაიტი, კისინჯერი და სხვანი ერთ წრეში არიან გაერთიანებული. საქმე იმაშია, რომ ყველა ჩემს წიგნებში მოყვანილი მაქვს ეს ციტატა. თავის დროზე მე დიდი ყურადღებით შევისწავლე მისი წიგნი ამერიკა ტექნოტრონულ საუკუნეში. იგი გამოვიდა სწორედ 1968 წელს და მართლაც მასში კონკრეტულად იყო განცხადებული, რომ აუცილებელია ყველა ადამიანზე იწარმოოს სრული ფაილ დოსიე, სადაც თავმოყრილი იქნება სრული ინფორმაცია არა მხოლოდ პერსონალურ, არამედ ყველაზე კონფიდენციალურ მონაცემებზეც კი, რომელიც ეხება მის მსოფლ მხედველობას, სექსუალურ გადახრებს, სამედიცინო მონაცემებს და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი ავტომატურად ერთიანდება და ანალიზდება კიბერნეტიკული სისტემით, რომელიც ყოველი ადამიანისათვის ინდივიდუალურად გამოიმუშავებს ქცევის წესებს. დღეს ეს აბსოლუტურად რეალურია. ვალერი პავლესზე ხშირად გვიხდება ასეთი არგუმენტის მოსმენა. მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და მე რისი უნდა მეშინოდეს და ეს შექმნან მონაცემების ასეთი ბაზა. მე არაფრის არ მეშინია, არ ვიპარავ, არ ვკლავ და არავითარ წესებს არ ვარღვევ. თქვენ კი ამტკიცებთ, რომ საშიშროება არსებობს. რა საშიშროებას წარმოადგენს ელექტრონული კონტროლის შექმნა ადამიანებისათვის? საქმე იმაშია, რომ იმ დასკვნით, რომელსაც გამოიტანს ავტომატურად მოქმედი სისტემა, თითოეული ადამიანისთვის დადგინდება სოციალური სტატუსი. მაგალითად, მას ექნება მხოლოდ რაღაც ერთ რამეზე უფლება, ხოლო სხვა რამეზე არა. ვთქვათ, გასვლას შეძლებს მითითებულ ადგილზე, ხოლო სხვა ადგილზე ის გასვლას ვერ შეძლებს. ვინ დაადგენს ამ სტატუსს? პროგრამა. ყველა კითხულობს, ნუ თუ ვიღაც დაჯდება ფანქრით ხელში და დაიწყებს ჩაწერას. არავითარი ამის მსგავსი არ იქნება. ყველაფერი უკვე დამუშავებულია და პროგრამული უზრუნველყოფა შესანიშნავად მოქმედებს. საქმე იმაშია, რომ როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რით დამთავრდება ადამიანთა ესა თუ ის ქმედება. და სამწუხაროდ დღეს ეს ბევრს არ ესმის. ჩვენ კი უკვე ზუსტად ვიცით ამ მსოფლიო ზენაციონალური სისტემის გეგმები, რომელსაც ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკის მეც ვერაფერს უწოდებთ. აი მე თქვენ სიტყვასიტყვით აგიკითხავთ 2005 წელს ევროკავშირის კომისიის სამეცნიერო ეთიკასა და ახალ ტექნოლოგიებში ევროპული ჯგუფის ნომერ 20-ის დადგენილების სიტყვებს.
представленным еще в 2005 году Комиссией Евросоюза. Дословно зачитываю. თანამედროვე საზოგადოება პირისპირ დადგა იმ ცვლილების წინაშე, რომელიც უნდა განხორციელდეს ადამიანებს. Აი პროგრესის შემდგომი ეტაპი. ვიდეო მეთვალყურეობის და ბიომეტრიის, აგრეთვე ადამიანის სხეულში ჩანერგილი სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობის, კანქვეშა ჩიპების და შტრიხ-კოდების საშუალებით დაკვირვებისას დადგინდა, რომ ადამიანის პიროვნება იმ დონემდე იცვლება, რომ იგი უფრო და უფრო გარდაიქმნება ქსელურ არსებად. ასეთ ადამიანებს ყოველთვის უნდა ექნეთ შესაძლებლობა დრო-და-დრო მიიღონ გადაადგილების ჩვევებისა და კონტაქტების ნების დამმართველი სიგნალი, რომელიც დაქვემდებარებული იქნება კონტროლსა და შეფასებაზე. ამან უნდა შეცვალოს ადამიანის ავტონომიის მნიშვნელობა და შინაარსი და ჩვენ უნდა განავითაროთ სხეულის ტექნოლოგიები და შევცვალოთ სხეულზე ზრუნვის კონცეფციები. ჩვენ საზოგადოებაში სხეული არის ბიომასალა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს და ყველაფერი ეს გაუწყებს პოსტ-ადამიანური კიბერნეტიკული სხეულის შექმნას. მომავალში ამ ლოგიკამ შეიძლება მიგვიყვანოს ადამიანური რასის ტრანსფორმაციამდე. საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ ხშირად ისმება კითხვა, რომ რა არის მასში ასეთი საშიში. ამ ნომრის მიღებით და გამოყენებით, რომელსაც იყენებს ადამიანი მატერიალური კეთილდღეობისა და უზრუნველყოფის მისაღებად, თან ხდება გაუთანაბროს საკუთარი თავის საქონელს, ანუ პროდუქციას. მმართველი კიბერნეტიკული სისტემისათვის არავითარი განსხვავება არ არსებობს ადამიანის პიროვნებასა და ერთკოლობ მარგარინს შორის. Без разницы, то, что мы видим на товаре, вот эти штрих-код. Так, да? საქმე იმაშია, რომ ეს პროცესი, რომლის დროსაც ადამიანისათვის სოციალურად მნიშვნელოვან ყოველ მოქმედებას, ყოველ გადაადგილებას აკონტროლებს ავტომატურად მოქმედი სისტემა. ეწოდება ავტომატური იდენტიფიკაცია. ანუ სადაც არ უნდა წავიდეს ადამიანი, ტოვებს ნაკვალევს, ან ფინანსურს, ან სხვა რაიმე მოქმედების კვალს და ყველაფერი ეს დაფიქსირებული იქნება. ასეთი სახით იქნება დოსიე. აი აქამდე მივყავართ უკვე ყველა ახალ კანონს, პერსონალური მონაცემების შესახებ, ინფორმაციის შესახებ და ასე შემდეგ. სხვადასხვა ქვეყნებში მათ სხვადასხვა სახელს უწოდებენ, მაგრამ შინაარსი ერთია. იქმნება აი ეს მსოფლიო კიბერნეტიკული სისტემა. ამასთან ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ ადამიანი არანაირად არაა დაცული არა მარტო ამ სისტემის მმართველობისაგან, არამედ ნებისმიერი სახის კრიმინალური ელემენტებისაგან. შეხედეთ რა ხდება. შეკრებილი იქნა დოსიე რუსეთის ყველა მოსახლეზე, რომელიც ფულზე იყიდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს სერვერი, რომელიც ამხრივ ეწევა ფასიან მომსახურეობას. ერთად შეკრებილ 5300 ბაზაზე არსებობს მიახლოებით 6 მილიარდი ჩანაწერი, ანუ პირადი დოსიე. პიროვნების შესახებ მოცემულია ნებისმიერი ინფორმაცია და ვისაც არ დაეზარება შეძლებს მის გამოყენებას. მკვლელიც, ქურდიც, ყაჩაღიც. მათ ყველაფერი ეცოდინებათ პიროვნების შესახებ. სად დადიხართ? რომელ სკოლაში დადიან თქვენი შვილები? როგორი მანქანა ყავთ? რამდენი იყო თქვენი წინაწლის შემოსავალი? რამდენი გადაიხადეთ გადასახადი და ასე შემდეგ. და აი გამოდის, რომ ადამიანი ამ ქსელურ საზოგადოებაში მართლაც ორ ცეცხლს შორის იქნება მოქცეული. ვინ და რა მიზნით აკეთებს ამას ყველაფერს და ვინ ხელმძღვანელობს ამ საზოგადოებას? ამ შეკითხვებზე ჩვენ კარგად პასუხობს ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტი აღაპ ანგელოსი. 2004 წელს მოსკოვში მსოფლიო რუსულ სახალხო კრებაზე მან თავის შესანიშნავ მოხსენებაში განაცხადა, რომ ეხლანდელი გლობალიზაციის პროცესი აუცილებლად მიგვიყვანს ანტიქრისტეს გამეფებასა და ქვეყნის აღსასრულამდე.
გლობალიზაცია არაა ბუნებრივი პროცესი. ეს პროცესი წარმოადგენს უსჯულოების საიდუმლოს რეალიზაციას, რომელზეც საუბრობს წმინდა პავლე მოციქული თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში. აი საითკენ მიდის საქმე. ხვდებით, შენდება ერთიანი ზენაციონალური საზოგადოება, სადაც ყოველი ადამიანი ფაქტიურად გადაიქცევა ნივთად. ვინ აშენებს? აი სწორედ სოფლიო ფინანსური მაქინატორები და ავანტიურისტები, როგორებიც არიან სოროსი, როკფელერი, როჩილდები და სხვანი და სხვანი. ჩვენ არ ვსაუბრობთ დროსა და ვადებზე. ჩვენ სწორედ ღვთის სიტყვა არ გვაძლევს უფლებას ამის შესახებ ვისაუბროთ. მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ რეალურად ჩვენს თვალწინ ხდება ზეტოტალიტარული ტექნოტრონული დიქტატურის შენება. დააკვირდით, ყველა ქვეყანაში ღებულობენ ერთი და იგივე კანონებს. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა. იგავად იქცა 2001 წლის 11 სექტემბერი. ზუსტად არ მახსოვს, სადღაც ათეული შესანიშნავი საექსპერტო ნაშრომი არსებობს ამის შესახებ. ალბათ თქვენ გეცოდინებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 130-მა წამყვანმა მშენებელ ინჟინერმა და არქიტექტორმა პეტიცია დადეს კონგრესში სრული მტკიცებულებებით, რომ მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის შენობები დაინგრა არა იმიტომ, რომ მათ თვითმფრინავები დაეჯახნენ, არამედ იმისგან, რომ აფეთქება შიგნიდან იყო მიმართული. ლინდენ ლარუშმა, ანდრეას ფონ ბიულოფმა, რომელიც 30 წელიწადი კურირებას უწევდა გერმანიის სპეცსამსახურებს, აგრეთვე ტერი მეისონმა შესანიშნავად აჩვენეს, რომ პენტაგონს დაეცა არა თვითმფრინავი, არამედ ფრთოსანი რაკეტა და ასე შემდეგ. ეს მართლაც იყო სპეცოპერაცია, არა მარტო ამერიკის სპეცსამსახურების მეშვეობით მოწყობილი, არამედ სხვა ქვეყნების სამსახურების დახმარებითაც. ეს არავისთვის უკვე საიდუმლო არაა. სამაგიეროდ შეიქმნა მსოფლიო ანტიტერორისტული კოალიცია. შემდეგ პირველ რიგში შემოიტანეს ვიდეო თვალთვალი, ერთიანი მსოფლიო სტანდარტის საბუთები ბიომეტრიითა და პირადი კოდებით. Единого всемирного международного стандарта. Кстати говоря, 2010 год всемирная песня. 2010 წელს არის ხალხთა დასახლების ფონდის მიერ მსოფლიოს მოსახლეობის აღწერა. 2010 წლის 1 აპრილიდან ყველა სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ერთიანი მსოფლიო სტანდარტების ბიომეტრიული პასპორტების გაცემა. თითის ანაბეჭდებისა და თვალის გამოსახულების მონაცემებით. данными сетчатки или радужной оболочки глаза. Вот. მე დიდი ყურადღებით შევისწავლე მსოფლიოში ცნობილი ფირმის IBM-ის წამყვანი სპეციალისტების წიგნი, რომელსაც ბიომეტრიის სახელმძღვანელო ჰქვია. სადაც უფრო ხშირად გაკრიტიკებულია ეს დოკუმენტები და მეთოდები. ძალიან სერიოზულადაა ნაჩვენები ამ სისტემის ყველა უარყოფითი მხარე. მაგრამ საბოლოო რეზულტატს ვხედავთ. ესაა ადამიანის სხეულში ჩანერგილი მიკრო და ნანო ელექტრონული მოწყობილობები. მე სხვათაშორის აქ მაქვს კიდევ ერთი საბუთი. რუსეთის ელექტრონული წარმოების განვითარების სტრატეგია. Да, подписанный господином Христенко. Да, вот я покажу этот документ. Აი გიჩვენებთ ამ დოკუმენტს. ესაა ბრძანება, რომელიც უკვე დამტკიცებულია რუსეთის მთავრობის მიერ. და ამ საბუთის მიხედვით არაუგვიანეს 2025 წლისა ისეთ გლობალურ მმართველ საინფორმაციო ქსელთან კავშირისათვის, როგორიცაა მაგალითად ინტერნეტი, რუსეთის ყველა მოქალაქეს ტვინში უნდა ჩაენერგოს ნანოელექტრონული მოწყობილობა. აი სიტყვა სიტყვით წაგიკითხავთ. ნანოტექნოლოგიის დანერგვამ უფრო სიღრმისეულად უნდა გააფართოვოს და განავითაროს ადამიანის ყოფა ცხოვრებაში ნანოელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენება. უზრუნველყოფილი უნდა იქნას ყოველი ინდივიდის მუდმივი კავშირი ინტერნეტის ტიპის გლობალურ მმართველ საინფორმაციო ქსელებთან. მოხდეს ნანოელექტრონიკის ინტეგრირება ბიოობიექტებთან. მოხდეს განუწყვეტელი კონტროლის უზრუნველყოფა მათი სიცოცხლის უნარიანობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. და ასეთი სახით შემცირდეს სახელმწიფო სოციალური დანახარჯები.
Архиерейский собор Русской Православной Церкви здесь 2000. და რაც მთავარია, ამ ბოლო 2008 წლის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის კრებაზე დაამტკიცეს შესანიშნავი დოკუმენტი ეკლესიის სწავლების საფუძვლები ადამიანის ღირსებასა, თავისუფლებასა და უფლებებში. სადაც ნათქვამია, რომ დაუშვებელია ადამიანის პიროვნების ტოტალური კონტროლი მის მსოფლ მხედველობაზე. დაუშვებელია ისეთი ელექტრონული მოწყობილობის ჩანერგვა, რომელიც მუდმივად თან-ექნება ადამიანს, ან განუყოფელი იქნება მისი სხეულისაგან. და იმე მინდა გავიმეორო პატრიარქის ალექსი მეორის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა 2007 წლის ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე. Приведены вот эти слова, где святейший патриарх Алексий მან თქვა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ახლებურად სვამს ადამიანთა უფლებების საკითხს და მორწმუნე ადამიანებსაც აქვთ სათქმელი ბიოეთიკის, ელექტრონული იდენტიფიკაციის და ტექნოლოგიების სხვა მიმართულებების შესახებ, რომელიც იწვევს მრავალი ადამიანის შეშფოთებას. ადამიანი უნდა დარჩეს ადამიანად და არა პროდუქციად ან ელექტრონული სისტემის კონტროლირებად ელემენტად, არც ექსპერიმენტების ობიექტად და არც არაღვთის მიერ შექმნილ ხელოვნურ ორგანიზმად. მე კიდევ მინდოდა მეთქვა ამჟამინდელი პატრიარქის კირილეს სიტყვებიც, რომელიც მან ერთ-ერთ კონფერენციაზე წარმოთქვა. ჩვენ ვთვლით ადამიანს აქვს უფლება უარი თქვას საკუთარი პიროვნების ელექტრონულ იდენტიფიკაციაზე. ასე რომ ორმა პატრიარქმა კონკრეტულად გამოხატეს თავისი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. How set up are we to deal with this new world order? I think we're going to hear a lot about that today. Let's take the new world order. It's an interesting phrase. I've been thinking a little bit about the structure of the world, right? The new world order, as everybody says. The peace could yield to the pernicious new world order. The new world order. The new world order. The new world order is surely in the making here. Are we ready for the new world order? It's a timely and often controversial question. You don't hear a politician speak the way you do in America. It's about the future of Europe and a new world order. Mr. President, thank you so much, and I hope to have you again, and I hope to see you again. Amazosime. 2011 წლის 1 აგვისტოს აღინიშნა საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის მოქმედებაში მოყვანა. უფრო ადრე კი ბიომეტრიული პასპორტების ამოქმედება. ერთისა და მეორეც წარმოადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ორთავი დოკუმენტი შეიცავს ელექტრონულ ჩიპს. მასში ჩატვირთული მფლობელის საიდენტიფიკაციო ნომრით. ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ ის შეიცავს ყოველგვარ ინფორმაციას პიროვნების შესახებ, შეიძლება გამოყენებული იქნას ადამიანებზე თვალთვალისა და ფსიქოფიზიოლოგიური ზემოქმედების იარაღად. რას გვეტყოდით ამის შესახებ? ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს ყველა დროის ყველაზე ძლიერ და ყველაზე საშიშ გამანადგურებელ პროექტს. ზესაიდუმლო და ზემძლავრ საშინელ იარაღს HARPS, რომელსაც ძალუძს მთელი დედამიწის განადგურება. და არა მარტო დედამიწის, მას შეუძლია ზემოქმედება მზეზე, გამოიწვიოს ზედაპირზე აფეთქებები, მზისგან გამოწყორცნილი ელექტრომაგნიტური ველის მანიპულირება. HARP-ი მის მსგავს პროექტებს შორის ყველაზე ზემძლავრია. ასეთ იარაღს ფლობს რუსეთიც, ჩინეთიც, უკრაინაც, ნორვეგიაც, პერუც, ტაჯიკეთიც და სხვა. ამ პროექტის პირველი ავტორი გახდათ ნიკოლა ტესლა, რომელმაც განაცხადა, რომ მას შეეძლო დედამიწა ორად გაეხლიჩა. სკეპტიკურად განწყობილმა მეცნიერებმა ეს არასერიოზულად მიიღეს, თუმცა შემდგომ ნიკოლა ტესლამ შეწყვიტა ამ პროექტზე მუშაობა. მან მის მიერ აღმოჩენილ სხივს უწოდა სიკვდილის სხივი. 1992 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებშიც განახლდა HARP-ის პროგრამაზე მუშაობა. ეს მრავალფუნქციური ზესაიდუმლო და ზემძლავრი იარაღი თუ კი იქნება მიმართული დედამიწისაკენ, შეუძლია გამოიწვიოს მიწისძვრები და ცუნამები. იონოსფეროში იგი წარმოქმნის პლაზმის ბროლს, რომლიდანაც შესაძლებელია მილიონობით ვატის სხვადასხვა სიხშირის
რადიო და ელექტრომაგნიტური ენერგიის გადატუმბვა, სადაც კი მოესურვებათ, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი სხვადასხვა სტიქიური უბედურებისა. ერთი სიტყვით, ჰარპით შესაძლებელია უამრავი საშინელება დაატყდეს მთელ სამყაროს. ოფიციალურად მას რაკეტსაწინააღმდეგო ფარად სახელდებენ. სინამდვილეში კი ჰარპს და მის ანალოგებს შეუძლიათ განუსაზღვრელად მრავალ სიხშირეზე მოქმედება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მას შეუძლია თუკი მას მიმართავენ ადამიანებისაკენ, მათი ტვინები ააფეთქოს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. ჰარპი ეს არის ფსიქოტრონული რადიოსიხშირული ზემძლავრი იარაღი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება შთაგონება ნებისმიერი პიროვნების ტვინში და ნებისმიერ რაოდენობის ხალხზე, ნებისმიერ მანძილზე შეზღუდვების გარეშე. რადიოსიხშირული იარაღის სამიზნეს წარმოადგენს ადამიანის ნერვულ სისტემაში არსებული ბიორიტმი. მისი ზემოქმედებით ადამიანს ერთმევა საკუთარი ბიორიტმი, გადადის რა დედამიწის მაგნიტური ველის სიხშირეზე. ირღვევა ადამიანის ბიორიტმული პროპორციონალურობა, რაც იწვევს ორგანიზმის ფიზიოლოგიური პროცესების რღვევას და იწვევს გარემომცველ რეალობასთან მისი აზრობრივი კავშირის გაწყვეტას. ახალი გლობალური რადიოსიხშირული ბიორიტმული იარაღი დაფუძნებულია ადამიანში ჩანერგილი მიკროჩიპის საშუალებით ნერვულ სისტემაში დამანგრეველი სიხშირეების წარმოქმნის პრინციპზე. ეს არის იარაღი, რომელსაც შეუძლია იუველირული სიზუსტით დაამახინჯოს ადამიანის პირადი ბიორიტმი და იბატონოს მის აზრებსა და სურვილებს. მამაზ უსიმ, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი უარს აცხადებს ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებასა და გამოყენებას. იმის გამო, რომ საბუთში არსებული შტრიხ-კოდი შეიცავს რიცხვს 666, რომელსაც მიიჩნევენ იმ რიცხვად, რომელზეც გვაფრთხილებს წმინდა ივანე ღვთისმეტყველი გამოცხადების მე-13 დღეში. რა კავშირი აქვს შტრიხ-კოდსა და რიცხვ 666 აპოკალიფსთან? გლობალიზაციის განხორციელების პროცესში დიდ როლს თამაშობს საიდენტიფიკაციო შტრიხ-კოდი. თუ დავაკვირდებით, თუ რა მოვლენები მიმდინარეობს დღეს მსოფლიოში, ვნახავთ, რომ ის პროცესები, რაც ხდება დღეს, აღწერილია და გადმოცემული აქვს ივანე ღვთისმეტყველს თავის აპოკალიფსში, გამოცხადებაში. აი რას წერს ივანე ღვთისმეტყველი გამოცხადების მე-13 თავში. დააყვნეს ყოველივე მცირედნი და დიდნი და მდიდარნი და გლახაკნი, დააზნაურნი და მონანი, რაითა მიიღონ ბეჭედი ხელსა მათსა მარჯვენასა ზედა, ანუ შუბსა მათსა და რაითა არავის ხელეწიფებოდეს სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა, რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვის სახელისა მისისაი. აქ არის სიბრძნე, რომელს აქვს გონებაი, აღიფრან რიცხვი იგი მხეცისაი. რამე თუ რიცხვი კაცისაი არის, რიცხვი მისი 666. ქრისტიანის ნათლობის პროცესში მოსანათლის სიტყვით განეშორება ეშმაკს და შეუდგება ქრისტეს. შემდეგ ინათლება წყალში სამების სახელით, აღიბეჭდება მირონით და ტვირთულობს თავის ჯვარს. ხდება ეკლესიის, ანუ ღმერთის კრებულის წევრი. ხეცის რიცხვის და მის ბეჭედზე საუბრისას უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, კონკრეტულად ის, რომ ივანე ღვთისმეტყველის გამოცხადების, ანუ აპოკალიფსის ორიგინალი დაწერილია ბერძნულ ენაზე, სადაც ჩვენთვის ჩვეული სიტყვა ბეჭდის ნაცვლად დგას სიტყვა მოხაზვა, ანუ ბერძნულად ხარაზო და ნიშნავს სწორი ხაზების გავლებას, ამოჭრას, ამოკაწვრას. სიტყვა ბეჭედი არაზუსტად გადმოგვცემს სიტყვა ნახაზის, ანუ ხარანტას ბერძნული სიტყვის მნიშვნელობას, რომელიც ერთნაირ ფუძიანია შემდეგი სიტყვებისა: ნახაზი, კაწრი, სარი. სიტყვა შტრიხ-კოდის საერთაშორისო აღნიშვნა არის ბარკოდი. სიტყვა ბარკი ინგლისურად ნიშნავს ძელს, ღერს, ურდულს, ოლს, ხას. რუსულ თარგმანში კი სიტყვა ბეჭედის ნაცვლად დგას სიტყვა ნაჩერტანიე, ანუ ნახაზი.
ინგლისურენოვან ბიბლიაში ნახაზი აღინიშნება სიტყვით mark, ნიშანი, დამღა, ხაზი. როგორც ხედავთ, სიტყვები ხარაზო ბერძნულიდან და რუსულიდან სიტყვა ნაჩერტანი და ინგლისურიდან კი mark ზუსტად შეესაბამება შტრიქ კოდის, ანუ ქართულად რომ ვთქვათ, ხაზოვანი დამღის აღნიშვნას. მაშინ ბერძნულ და რუსულ და ინგლისურ აპოკალიფსის სიტყვით ქართული თარგმანი იქნება შემდეგნაირად. დააყვნეს ყოველივე მცირენი და დიდნი და მდიდარნი და გლახაკნი და აზნაურნი და მონანი, რაითა მიიღონ ნახაზი ხელსა მათსა მარჯვენასა ზედა, ანუ შუბსა მათსა, და რაითა არავის ხელეწიფებოდეს სყიდად, ანუ განსყიდად, გაარნა რომელთა აქუნდეს ნახაზი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვი სახელისა მისისაი. აქ არის სიბრძნე, რომელს აქვს გონებაი, აღიფრან რიცხვი იგი მხეცისაი, რამე თუ რიცხვი კაცისაი არის რიცხვი მისი 666. ბეჭედი ქართულ სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში არის დამღის ნიშნის სინონიმი. დროთა განმავლობაში გამოთქმა მხეცის ნახაზი შეცვალა გამოთქმამ ანტიქრისტეს ბეჭედმა. რამაც ქრისტიანთა ცნობიერებაში ამ აპოკალიფსური ნიშნის შესახებ რამდენადმე განსხვავებული წარმოდგენა შემოიტანა. ცნება ანტიქრისტეს ბეჭედი გვხვდება წმინდა მამათა ნაწერებშიც, მხეცის ნახაზთან ერთად, როგორც ამ უკანასკნელის სინონიმი. ფაქტია ისიც, რომ მსოფლიო სავაჭრო სისტემაში საიდენტიფიკაციო კოდის, ანუ შტრიქ კოდის გარეშე არ არსებობს სავაჭრო ურთიერთობები. როგორც ხედავთ, დიდი კავშირია იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსურ ნახაზს, ანუ ბეჭედს და დღევანდელი მსოფლიო გლობალური ელექტრონული სისტემის ხაზოვან ნიშანს, ანუ შტრიქ კოდს შორის. ეხლა ვნახოთ რა არის 666. 666 არის ებრაული ფულის, ძალაუფლების და ეკონომიკის სიმბოლო. ძველ აღთქმაში ებრაული სახელმწიფოს უდიდესი აღმავლობის დროში, სოლომონის მეფობის დროს, სოლომონ მეფეს დაპყრობილი ქვეყნებიდან ხარკის სახით ყოველწლიურად შედიოდა 666 ქანქარი ოქრო. ამიტომაა, რომ მასონო-სიონისტებისათვის ეს რიცხვი ასოცირდება მათი მთავარი ოცნების, მსოფლიო ბატონობის განხორციელებასთან. მსოფლიო ბატონობის მიღწევა კი შესაძლებელია მათ მიერ ფინანსების გაკონტროლების გზით. ეს უკვე ხდება საყოველთაო კომპიუტერული აღრიცხვის მსოფლიო სისტემით. პრაქტიკულად დღესდღეობით მთელი მსოფლიოს ეკონომიკა მათ მიერ კონტროლდება. უნდა აღინიშნოს, რომ სუპერკომპიუტერები ბრიუსელში, კალიფორნიაში და ასე შემდეგ, რომლებიც მთელი ინფორმაციის აკუმულირებისათვის არიან შექმნილი, ატარებენ მხეცის სახელს, ანუ თვითონ სისტემის სახელი არის მხეცი. ნახოთ რა არის ბეჭედი, ანუ ნახაზი სახელისა მხეცისა იმის. ის არის შტრიქ კოდი, ანუ ხაზოვანი კოდი, რომლითაც აღნიშნულია მხეცის, ანუ სისტემის მიერ მონიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი, ანუ რიცხვი სახელისა მისისაი. და არის ადამიანის საიდენტიფიკაციო ნომერი, ანუ რიცხვითი სახელი. ეხლა ვნახოთ რიცხვი მხეცისაი 666, რომელიც წარმოადგენს სისტემის დამცავ შტრიქ კოდს 3 ჩამოგრძელებული ხაზით. ადამიანის მიერ ეს რიცხვითი სახელი გამოყენებული იქნება ყიდვა-გაყიდვის საქმიანობაში, რომელიც ყველა სოციალური ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს. რაითა არავის ხელეწიფებოდეს ყიდვად ან გასყიდვად გაარნა რომელთა აქუნდეთ ბეჭედი, ანუ ნახაზი სახელისა მხეცისა იმის, ანუ რიცხვი სახელისა მისისა. მოდით ახლა დავაკვირდეთ შემდეგ გამოთქმას, რომელს აქვს გონებაი. მხეცის სისტემის მიერ მოცემულ ნახაზში იქნება თვით მხეცის რიცხვი 666 და მის გამოვლენას და დათვლას შეძლებს მხოლოდ
რომელსა აქვს გონებაი. ანუ ისინი, ვისაც აქვს სპეციალური ცოდნა კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში. დაეჭვება იმაში, რომ შტრიხ-კოდში ნამდვილად არის 666 უაზრობა. ნებისმიერს, ვინც იცის კომპიუტერთან მუშაობა, შეუძლიათ მოიპოვონ საკმაო რაოდენობის გამოკვლევები ამის შესახებ. ჩემს ხელთან სამი ასეთი სხვადასხვა კვლევითი ნაშრომი. ტერი უოტკინსის ნაშრომი შტრიხ-კოდებისა და რიცხვ 666-ის შესახებ. შემდეგ გამოკვლევა შტრიხ-კოდი ან 13-ში არსებული მკრეხელური რიცხვის 666-ის შესახებ. ავტორები არიან ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, უფროს მეცნიერ თანამშრომელი ვასილი ახრომეევი და ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი იგორ ბაშკიროვი და მესამე გამოკვლევა შტრიხ-კოდი ან 13-ში რიცხვ 666-ის არსებობის შესახებ. ათონის მთის, გრიგორიატის მონასტრის, მუდელმონაზონი ლუკას და ბერი პროდრომის გამოკვლევა. მამაზოსი, ხშირად ამბობენ, როგორ შეიძლება არსებობდეს ანტიქრისტეს ბეჭედი, თუ თვითონ ანტიქრისტე ჯერ არ მოსულა. აპოკალიფსში არაა ნათქვამი, რომ ადამიანებს თელ მსოფლიოში ბეჭედს უშუალოდ ანტიქრისტე მიანიჭებს. აპოკალიფსში ნათქვამია, რომ ბეჭედს, ანუ ნახას იძლევა მხეცი, თანაც სხვა იმ მხეცი აღმომავალი ქვეყანით. აი რას წერს მუდელი ანდრეი გორბუნოვი თავის წიგნში მხეცის საიდუმლო. გამოცხადებაში სამ სხვადასხვა მხეცია საუბარი. ესაა მხეცი აღმომავალი ზღვით, მხეცი აღმომავალი ქვეყანით და მხეცი უბსკრულიდან. მხეცი აღმომავალი ზღვით ესაა ფარული მსოფლიო ხელისუფლება და ახალი მსოფლიო წესრიგის სისტემა, რომლის შექმნითაც დაკავებულნი არიან სიონისტები და მასონები და რომელიც ჩვენს თვალწინ ყალიბდება და თითქოს და გამოდის ზღვიდან, ქაოსის და ხელისუფლების არარსებობის ზღვიდან. ასეთი მდგომარეობა დამყარდა მონარქიის გაუქმების შემდეგ, როგორც შედეგი რევოლუციისა და დემოკრატიისა. ხეცი მიწიდან ცრუ წინასწარმეტყველი. ესაა მთელი სისტემა მასობრივი ცრუ ინფორმაციის, ბეჭდური და ელექტრონული საშუალებებისა და ფსევდოხელოვნება, კინო, ვიდეო, უარყოფითი ლიტერატურა და სხვა. ასევე მასების ცნობიერების მართვის სხვა საშუალებები, რომლის მეშვეობითაც ინერგება ანტიქრისტიანული მორალი და ახალი მსოფლიო წესრიგის და მსოფლიო ხელისუფლების იდეოლოგია. ხეცი უბსკულიდან ესაა მომავალი ანტიქრისტე, მსოფლიო პრეზიდენტი, მსოფლიო ხელისუფლების მომავალი მეთაური და ახალი მსოფლიო წესრიგის ლიდერი. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ სამი ალეგორიული მხეციდან მხოლოდ ერთი აღნიშნავს თვით ანტიქრისტეს, ორი დანარჩენი კი ანტიქრისტიანულ სისტემას განასახიერებს. სისტემას ხელისუფლებისა და სისტემას ადამიანთა იდეოლოგიური დამუშავებისა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია თანამედროვე მოვლენების გაგებისა და აპოკალიფსის წინასწარმეტყველებასთან მათი შედარებისათვის. ხელსა და შუბლზე აღბეჭდილი ნახაზი, ეს არის კანქვეშ ჩანერგილი მიკროჩიპი. ეს იგივე ბეჭედია, ნახაზია, რომელზეც აპოკალიფსშია საუბარი, მაგრამ თავისი განვითარების ჯერჯერობით უკანასკნელ სტადიაში. ამიტომ შეიძლება ვისაუბროთ ანტიქრისტეს სისტემაში თითოეული ადამიანის ჩართვის სამ ეტაპზე. პირველი, საიდენტიფიკაციო ნომრის რიცხვითი სახელის მიღება. მეორე, ელექტრონული დოკუმენტების მიღება იგივე რიცხვითი სახელით. და მესამე, მიკროჩიპის ჩანერგვა იგივე რიცხვითი სახელით. აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ ქართველმა ხალხმა დღესდღეობით გაიარა პირველი ეტაპი, ანუ საიდენტიფიკაციო ნომრის, ანუ რიცხვითი სახელის მიღება და დაიწყო მეორე ეტაპი, ანუ ელექტრონული დოკუმენტების მიღება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ გარდაუვალია მესამე ეტაპი, ანუ მიკროჩიპის ჩანერგვა. თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სფეროში
უკვე არის შემთხვევები მიკროჩიპის ჩადგმისა. ქრისტიანს, ვისაც კი ესმის მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართულება და მიზანი, მიაჩნია ეს საბუთები მიუღებლად. ქრისტიანული სინდისი არ იძლევა საშუალებას საკუთარი ნებით ხელი მოვაწეროთ და მივიღოთ სატანის რიცხვი. სოფლიო ელიტარული მთავრობა კი ცდილობს, რომ ამ ქვეყნიური შეჭირვებებით, უმუშევრობით, შიმშილით, ტერორიზმთან ბრძოლის საშუალებით დათქუნოს ადამიანში სინდისის ხმა და კეთილდღეობის საფარველქვეშ აიძულოს მხეცის ნახაზის ანუ ბეჭდის მიღება. მამაო, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს და ამბობს. აბა რა ვქნათ, საბუთების გარეშე ხომ ვერაფერს გავაკეთებთ. რა შეხედავთ გამოსავალს? გამოვალი მდგომარეობა არ არსებობს. ერთია გამოსავალი ის, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის იმ ნაწილის მდგომარეობა, რომელიც უარს ამბობს ელექტრონულ საბუთებს. და შეიქმნას ალტერნატიული ვარიანტი პირადობის და მოდასტურებელი საბუთებისა, რომლებსაც არ ექნება ჩიპი და არ ექნება შტრიქ-კოდი 666 და არ ექნება ელექტრონული. ხოლო მთავარი გამოსავალი არის ღმერთისადმი ერთგულებაში. ჩვენ მართლმადიდებლები სინდისის ხმას უწოდებთ ღვთის ხმას ჩვენს სულში. სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა ადამიანი წაუყრუებს ხოლმე სინდისის ხმას. ამ დროს ადამიანს განეშორება ღვთის ხმა და მადლი და ხდება უსინდისო. ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა ძველი აღთქმის სამღვდელოების ის ნაწილი, რომლებმაც მიწიერი კეთილდღეობისა და სიკეთეებისა და პატივის გამო დაიხშეს სინდისის ხმა და ჯვარსაცვეს ღმერთი. მინდა წაგიკითხოთ ამონარიდი უწმინდესის ქადაგებიდან. აი რას ამბობს იგი. არაერთხელ მithქვამს ისიც, რომ საქართველოს წმინდა მამების თქმით ბოლო ჟამს გაბრწყინდება. მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს? მატერიალური კეთილდღეობით? ამით ხომ დღევანდელი მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იწონებს თავს. და რა ეს არის გაბრწყინება? რა თქმა უნდა არა. იგი გულისხმობს მთელი ერის სულიერ ამაღლებას. და რა არის სულიერი ამაღლება? აი რას ამბობს უფალი. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არა არის ჩემი ღირსი და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არა არის ჩემი ღირსი. უფლის ღირსი გავხდებით მაშინ, როდესაც მისი ერთგულნი ვიქნებით სიტყვით და საქმით. 100,000 მოწამეს და ყველა მოწამეებსაც უყვარდათ თავიანთი მშობლებიც და შვილებიც. მაგრამ ყველაფერს და საკუთარ სიცოცხლესაც კი სწირავდნენ ღვთის გულისათვის, როცა მათგან ღმერთის უარყოფას ითხოვდნენ. რომ ამბობთ, რომ არაუშავს ამ ელექტრონული საბუთების მიღებას, თავარია გულში გქონდეს ღმერთის სიყვარულიო. მაშინ ჩამოვიკიდოთ ჯვართან ერთად სატანის ნიშანი, ხომ შეგვაწუხებს სინდისი? თუ შეგვაწუხებს, ვიცით რაც უნდა ვქნათ. და თუ არ შეგვაწუხებს, აღარ დარჩენილა ჩვენში ღვთის ხმა და გავხტარვართ უსინდისოები. დავფიქრდეთ, რა პასუხს ვაძლევთ ღმერთს და წმინდანებს სამსჯავროს. გამოსავალი არის ჩვენი გამოფხიზლება, უშიშრად ხმის ამოღება, გაჭირვების რწმენით დათმენა, ლოცვა, მარხვა, სინანული და ბრძოლა სიმართლისთვის. ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსყვიდნენ ხორცს, გვანუგეშებს უფალი.